მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ თითოეულ თქვენგანს დიდი სიყვარულით. მადლობა და მადლიერება თქვენ იმისთვის, რომ ხართ ჩემს არხზე. მადლობა თითოეულ თქვენგანს კომენტარებისთვის და კვლავ გთხოვთ, რომ ბალანსი არ დაარღვიოთ და კომენტარებით მე შემატყობინოთ, რამდენად მოგწონთ ესა თუ ის გაშლა. დღეს კი მინდა თქვენთვის გავაკეთო საჯარო გაშლა. რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ მის ცხოვრებაში. ან იყავით, მოირგეთ თქვენს სიტუაციაზე. მაშასე გაშლა გავაკეთოთ ორ ვარიანტად. რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ მის ცხოვრებაში. პირველი ვარიანტი იქნება ეს ულამაზესი მისტიური ლაბრადორიტი და მეორე ვარიანტი იქნება ეს ავანტურინი, მწვანე ავანტურინი. წარმოიდგინეთ, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, დახუჭეთ თვალები და თვალის გახელის შემდეგ, რომელი ვარიანტი და ქვაც მიგიზიდავთ, სწორედ ის იქნება თქვენი. მაშასე მოგესალმებით პირველებო, ვინც ეს ულამაზესი ლაბრადორიტი აირჩიეთ და ნახოთ, ვინ ხართ მის ცხოვრებაში. ვინ ხართ მის ცხოვრებაში. ადამიანის ცხოვრებაში ქაოსი შეიტანეთ. ადამიანი დამოკიდებული გახდა თქვენზე. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თუ ახლა არ ხართ ერთად ამ ადამიანს ენატრება თქვენთან გავლილი თითოეული წამი, მომენტი, რომელიც ძალიან თბილად და ტკბილად ახსენდება. ამ ადამიანისთვის ერთგვარი ცდუნება ხართ. ხანდახან უნდა, რომ აი ამ ცდუნებას შეეშვას, მაგრამ არ შეუძლია. ეს ის სიტუაცია, როდესაც არ უნდა იყოთ ერთად, მაგრამ არ შეუძლია. თქვენ ხართ ადამიანისთვის აკრძალული ხილივით, რომელიც ყველაზე გემრიელია. ამავე დროს შეიძლება ერთმანეთს ძალებს ატოლებთ, როდესაც ერთად ხართ, ან როდესაც ერთად იყავით ძალების დატოლების პროცესში იყავით მუდმივად, რაღაც მუდმივად ერთმანეთის კინკლაობაში და შეჯიბრში, ვინ უფრო მაგარია. ერთგვარად ადამიანის ცხოვრებაში შეიტანეთ ქაოსი და ამ ადამიანისთვის დაუვიწყარი ადამიანი ხართ. ვინ ხართ მისთვის? ქალი, რომელსაც კვლავ ელოდება და რომელიც მაინც უყვარს. თუ ერთად არ ხართ. თუ ერთად ხართ, თქვენ ხართ ქალი, რომლის სიყვარულსაც მუდმივად ელოდებოდა. არ იცოდა ვინ იქნებოდა, რა იქნებოდა, მაგრამ თქვენ ხართ ქალი, რომელმაც მოიტანა მის ცხოვრებაში ის ემოცია, რომელსაც ელოდა, არ გიცნობდათ, მაგრამ ელოდათ. თქვენ ამ ადამიანს მოუტანეთ სისავსე ემოციური, ემოციების ზღვა აჩუქეთ. და მე არ მიკვირს, რომ ასეთი ქალის დავიწყება არ შეუძლია ამ ადამიანს. ეს გახლავთ პირველი ვარიანტი და მე თქვენ გელით პირველებო კომენტარებში საოცარი პირველი ვარიანტი, ვინ ხართ ასეთები დამნახეთ და მეორე ვარიანტს მოვესალმები. მოგესალმებით, ვინც ავანტურინი აირჩიეთ, ვინ ხართ მისთვის. ვინ ხართ მისთვის? ძალიან ცნობის მოყვარე ქალბატონი ხართ, რომელიც თუ გაბრაზდა, ძალიან ენამწარია და სიტყვა გიჭრით. ალბათ ბევრჯერ უთქვამს, რომ თქვენ სიტყვა გიჭრით. რამდენჯერ უთქვამს, რომ ენა რომ არ გქონდეს, შენ რა იქნებოდიო. მოკლედ ამ ადამიანისთვის საკმაოდ
ბავშვივით ცნობის მოყვარე ხართ ამავე დროს და როდესაც თქვენთან იყო ეს ადამიანი ივსებოდა ხალისით, ენერგიით, ემოციით. შეიძლება საერთო მეგობრები ყავდათ და საერთო მეგობრების წრეში იკრიბებოდით და ძალიან ლამაზად ატარებდით დროს, მაგრამ რაღაც კრიზისი შეგექმნათ ურთიერთობაში. შეიძლება ამ ადამიანს ფინანსური კრიზისი აქვს ახლა და ამჯერად, მაგრამ შეიძლება ეს კრიზისი ასევე დაკავშირებული იყოს თუ ერთად აღარ ხართ თქვენი წასვლის გამო კრიზისში ჩავარდა ადამიანი ემოციურში. ვინ ხართ მისთვის? ძალიან კარმული ადამიანი ხართ, რომელმაც მისი რეალობა და ცხოვრება შეცვალა. ამავე დროს თქვენ ხართ ძალიან სასურველი ადამიანი ან იყავით, რომელიც მასში იწვევდა ცეცხლს, ვნებებს, ქარიშხალს. მისთვის საწვავივით იყავით ერთგვარად, მაგრამ ძალიან კარმული ადამიანი იყავით. შეიძლება თავის დროზე ამ ადამიანის ცხოვრება შეცვალეთ. შეიძლება ამ ადამიანს ხვები ვერ ხედავდნენ ისეთად და ვერ აფასებდნენ სათანადოდ, როგორც თქვენ ეს ადამიანი დაინახეთ და მისი დადებითი თვისებები წარმოაჩინეთ და აი ის მდგომარეობა მოწონს ან მოწონდა ადამიანს, როდესაც თქვენ მასში აღმოაჩინეთ ის ადამიანი, რომელსაც შეიძლება თვითონვე არ იცნობდა. მაგრამ ძალიან კარმული ადამიანები ხართ ერთმანეთისთვის. ვინ ხართ? ესეთი ადამიანები წარმოუდგენელია ერთმანეთისთვის დავიწყებას მიეცეს. ვინ ხართ მისთვის? მისთვის ხართ ადამიანი, რომელიც შეიძლება ბარიერს უწესებს და შეიძლება თქვენ დატოვეთ და მიუწვდომელი ხართ ახლა ამ ადამიანისთვის. შეიძლება ამ ადამიანს ოჯახიც აქვს და ერთგვარად რაღაც ბარიერიც ოჯახი და მესამე ფაქტორი ოჯახი იყოს და აქ ვფიქრობ, რომ თქვენ თუ ერთად არ ხართ რაღაც ბარიერს ურთიერთობაში თქვენ აწესებდით ან აწესებთ, თუ ურთიერთობაში ხართ რაღაც ბარიერებს უწესებთ და ხანდახან მარტოობა გჭირდებათ. თუ ერთად ხართ, შეიძლება ერთად იყოთ, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობდეთ ეხლა თქვენ თავს და რაღაც სხვა გზით მიდიოდეთ რაღაც სიღრმეებში, უფრო სულიერი განვითარებისკენ ისწრაფვით და ეს იცის ამ ადამიანმა, რომ თქვენში გაიღვიძა იმ ადამიანმა, რომელიც ისწრაფვის შემეცნებისკენ და სულიერი განვითარებისკენ და ამ ადამიანისთვის საკმაოდ კარმული და უწყარი ადამიანი ხართ და ვფიქრობ, რომ აქ თქვენ ახლა უკვე სხვა ინტერესები გაქვთ. ეს გახლავთ მეორე ვარიანტი, მეორეებო. თქვენც გელოდებით მე კომენტარებში, დაგემშვიდობებით, მომწერეთ, რა სიქსურთ შემდეგი გაშლები გავაკეთოთ. დროებით.